მაყურებელს უბრალოდ მე უსმენდი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებას ბატონი გაბუნიასი და შეიძლება ითქვას რომ უბრალოდ განმაცვიფრებელია, როდესაც ჩვენ ირიბად გვეუბნებიან რომ გავჩერდეთ, არ ვილაპარაკოთ, იმ კითხვებზე პასუხი არ მოვითხოვოთ, რა კითხვებიც არსებობს, ლეგიტიმურად არსებობს შეიძლება ითქვას და როდესაც საუბრობს ბატონი გაბუნია გამოძიებაზე და გამოძიების ვადებზე თქვენ კარგი კითხვა დაუსვით, რასაც აუარა გვერდი, მე გინდა გითხრათ რომ გამოძიებას ვადები არ გააჩნია. ანუ მათი ლოგიკით შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ეს ვითომ ჭყალებში გამოძიება, ორი წელი გაგრძელდეს, რომელსაც ვადა არ გააჩნია და ჩვენ ეს კითხვები არ უნდა დავსვათ და ამ კითხვებზე არ უნდა მივიღოთ პასუხი. მაგრამ რეალისტური ვადის გათვალისწინებით თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე ოპტიმალურ ვადად? აი ამ ტიპის საქმის გამოსაძებელს რასაც მოხარლის საქმე თქვენი იურისტი ხართ. ნების შემთხვევაში აქ ცნობილია მისი გატაცების სავარაუდო ადგილსამყოფელი, იქ არის ვიდეოკამერები ამ შემთხვევაში. შესაძლებელია მოწმეთა წრე გამოიკითხოს და შეიქმნას სურათი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რომ რაღაც რეზონანსულ საქმეებზე, გვახსოვს რომ გამოძიება, აი ეგრეთ წოდებულ სიანიდის საქმეზეც მაგალითად, შუალედური გამოძიების შედეგებს რაღაც 2-3 დღეში ერთხელ გვაცნობდა გვეუბნებოდა. გვითხრას გამოძიება რა ხდება და ეს კითხვები მოიხსნას, მაგრამ აქ კითხვებს გამოძიება ვერ მოხსნის. როდესაც საუბრობთ უმრავლესობის წევრები არც საუბრობენ და არც ადასტურებენ იმას, რომ თბილისის ცენტრიდან მოხდა გატაცება. ისინი დაკავებული არიან აზერბაიჯანული სტრუქტურის ოფიციალური პირების განცხადებების გადათარგმნით. მე გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ მის ამას ყველაფერს კვალიფიკაცია და უწოდა გატაცება თბილისის ცენტრიდან. გამეცით პასუხი, თუ გატაცება არის თბილისის ცენტრიდან, აქ აგვაქვს ორ შემთხვევასთან საქმე. ან ჩვენი ხელისუფლების აბსოლუტური უნიათობა ამ შემთხვევაში და უმოქმედობა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ისე დადიან ჩვენ ქვეყანაში, რომ იტაცებენ ადამიანებს დღისით მზისით, რომ ჩვენ საერთოდ ამაში გონზე არა ვართ და გადაყავთ ყველაზე დაცული რაც შეიძლება იყოს საზღვარზე და მეორე, რისიც უფრო დიდი ალბათობა არსებობს ამ შემთხვევაში, რომ გარკვეულ ჯგუფთან სპეცსამსახურების მოხდა კოორდინირებული შემთხვევა, მე არავის არ ვდებ ბრალს, მაგრამ ამის მაღალი ალბათობა არსებობს, მოხდა გარკვეული შეთანხმება და მოხდა ისე ამ პირის გადაყვანა. მე კიდევ რამ აძლევს მინდა თქვენ ეთერში პირველად მინდა განვაცხადო და ეს ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, რამ აძლევს ამის თქმის საფუძველზე რამ იმაგრებს ამ შემთხვევაში, რამ მიღმევებს ამ ეჭვებს. თქვენ გახსოვთ ალბათ და გემახსოვრებათ, რომ ახალი საქმე არის, იმ კვირასვე მოხდა მუსტაფა ჩაბუქის საქმე, როდესაც თურქეთის მოქალაქე დააკავეს. ნუ იქ ბრალდებაზე და აბსურდულობაზე მე საქმე ვნახე და ვიცი, ამის ბრალდების აბსურდულობას არ შევეხედე. საუბარი გაქვთ დემირელის კოლეჯის წარმომადგენელზე, რომელსაც ედავებიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, იმიტომ რომ ის ცდილობდა წილების გასხვისებას. ანუ წარმომადგენელი იყო, მინდობილი პირი იყო და ცდილობდა ამ მინდობილობით ამ შემთხვევაში როგორც იურისტი დაუშვათ, როგორც იურისტები წარმოადგენენ პიროვნებას. ამას თავი დავანებოთ. აქ თავარი რა არის, იცით? ინფორმაცია, ისეთი ინფორმაცია აქვს თურქეთის მხარეს ჩვენი მხრიდან, რომლის ინფორმაცია არავინ არ მიაწოდებს ჩვენს ქვეყნის მოქალაქესაც კი. საუბარია რაზე? ის რომ ბატონ ამ შემთხვევაში მუსტაფას ქონდა მცდელობა, რომ წილები სრულებით სამართლიანად ამერიკის ორგანიზაციისათვის, გერმანიის მოქალაქესათვის ამ შემთხვევაში გადაფორმებული იყო ეს წილები, საქართველოს ხელისუფლებამ და კერძოდ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რესმა ეს დაბლოკა. დაბლოკილი ინფორმაცია არ არის საჯარო და ამ ინფორმაციას არათუ უცხო ქვეყანა ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეების კანონის შესაბამისად ვერ გავიგებთ. თქვენ ამბობთ რომ ამ კონკრეტული ადამიანის შესახებ ინფორმაცია გავიდა იუსტიციის სამინისტროდან, თქვენ ამ შესახებ ინფორმაცია. და მე გეუბნებით, ეს შეიძლება არ იყოს ამ შემთხვევაში გახმაურებული, მაგრამ გეტყვით, ეს კიცდება პირდაპირ საექსტრადიციო მოთხოვნაში, სადაც თურქეთის სახელმწიფო ისყობს ამ პირის ექსტრადირებას და საუბრობს რას? რომ ეს პიროვნება ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებებს ცდილობდა და აქედან გამომდინარე ტერორისტული ორგანიზაციის წევრიაო. ის რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრია, რასაც ამბობს თურქეთის მხარე განმარტებით, რომ რასაც ცდილობდა მათი ვერსიით ეს კონკრეტული ადამიანი ამ ცდილობების შესახებ ინფორმაცია თურქეთის ქართული მხარისგან და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროში. ეს ინფორმაცია დაცული არის იუსტიციის სამინისტროში. იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში იქნებოდა ინფორმაცია საჯარო, არ მოხდა რეგისტრაცია, ანუ ეს ინფორმაცია არის დაცული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ამ შემთხვევაში იცის მხოლოდ მიმართულმა პირმა და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისად სამსახურს. საიდან ეს ინფორმაცია გამაგებია? შესაძლებლობა რა კი ისიც იურისტია. განცხადებას თუ შეიტანთ იუსტიციის სამინისტროში, ფიქსირდება შემტანი პირი, უარის თუ თანხმობის შემთხვევაში. ჩემო ბატონო, როგორ გეკადრება? თქვენ ჩახედეთ კანონს ამ შემთხვევაში და მე პირდაპირ გეტყვით, შემიძლია გითხრათ, თუ არ არის დაკმაყოფილებული ამ შემთხვევაში ინფორმაცია, თუ არ არის დაკმაყოფილებული, მე პირდაპირ გეუბნები, თუ არ არის დაკმაყოფილებული, არ არის ხელმისაწვდომი, ანუ სამართლებრივი მოქმედებები ამ შემთხვევაში
შემთხვევაში არ არის სქემის აზრი. აი ამაზე არის საქმე და დავამთავრებ. ვენეციის კომისიას მინდა გითხრათ, ის მუხლი რა მუხლითაც არის პირი მოთხოვნილი, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით. პირდაპირ აქვს დაწერილი, ეს მუხლი არ არის ამ შემთხვევაში დემოკრატიული და ამ მუხლით შესაძლებელია ნებისმიერი პიროვნება იქნება სამართლით. აი აქ შემთხვევად დაემატა ახლა ჩვენი რესპონდენტის მხრიდან ერთ-ერთის სოფო. რანაც არის ლოგიკა იურიდიული აი ყველაფერში, რასაც ახლა ოპოზიციის წარმომადგენელი ჩვენ გვეუბნება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და თქვენს სტუმრებს. მე ვერ ვილაპარაკებ საქმეზე, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს. ბატონი ლევანი შეიძლება ადვოკატია იმ კონკრეტული